საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარემ ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილედ და ბათუმის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელად თემურ მახარაძის დანიშვნა გააპროტესტა. პაატა შავაძეს მიაჩნია, რომ თემურ მახარაძე არათუ დაწინაურებას, არამედ ძალოვან უწყებაში მუშაობას არ იმსახურებს. შავაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მიმართა საქართველოს პროკურატურას დაინტერესდეს საკითხით, თავად თემურ მახარაძეს კი მოუწოდებს დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე. პაატა შავაძე მახარაძეს გადაწყვეტილების მისაღებად გონივრულ ვადას 1 მარტამდე აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე სხვა მკაცრი ზომებისთვის მიმართვას გეგმავს. პაატა შავაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ სისტემაში რამდენიმე წლიანი მუშაობის პერიოდში მახარაძეს არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება აქვს ჩადენილი, მათ შორის არაადამიანურ მოყრობის რამდენიმე მაგალითიც დაასახელა. მან მახარაძე 2007 წელს ქობულეთში მომხდარი ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის გამოძიების არასწორად წარმართვაშიც დაადანაშაულა. ჩვენ შევეცდებით თემურ მახარაძის საპასუხო კომენტარი მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზოთ. მთელი პერიოდი მისი მუშაობისა დატვირთული იყო ჩვენი აზრით ადამიანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვით. ამიტომაც დღევანდელი საქართველოს პოლიციის სინამდვილეში მსგავსი წასulis მქონე კადრების ადგილი ფიქრობ აღარ არის. ამიტომაც მე ვთხოვ საქართველოს თავად პროკურატურას შეისწავლოს ჩვენს მიერ წარდგენილი ყველა წერილობით დოკუმენტი, ჩვენ მას ვაძლევთ ვადას, გონივრულ ვადას თემურ მახარაძეს 2013 წლის 1 მარტამდე გააკეთოს დასკვნები და თავად მიიღოს გადაწყვეტილება სისტემიდან წასვლის თაობას.